ნარკოტიკების მოხმარებაში ყველაზე ჩემი აზრით რთული ჩემთვის იყო ის, რომ და ეხლაც მაქვს ბუნებრივი ეს და დამიტოვა ნარკოტიკებმა, რომ რავი, მუდმივ რეჟიმში, ტვინში ვერ ვაჩერებდი ფიქრებს და დღემდე ამას ვერ ვძვი და მუშაობ და დღეს ამ თემაზე მინდა ვისაუბროთ. დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის არტ-თერაპევტი და ფსიქოლოგი მერი გელაშვილი, რომელიც დაგველაპარაკება თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ესე რომ ვთქვათ, ხელოვნება, ეს იქნება, რავი, ხატვა, ძერწვა თუ არა აქვს მნიშვნელობა და ის როგორ მუშაობს და როგორ მე პირადად ძალიან დამეხმარა იმაში, თუნდაც აი რაღაცნაირად უკრავდა მუსიკა ძალიან დამეხმარა, რომ ცოტა ხანი რაღაცნაირად ტვინი დავასვენო და აი ეს მუდმივი რაღაცა ჩართული რაღაცა თავში გავაჩერო, გამარჯობა მერი, დიდი მადლობა იმისათვის, რომ დავგთანხმდი მოკლედ და გავგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება. პირიქით, მადლობა, მიხარია რომ გვესტუმრე Living მუზეუმში. სადაც ძირითადი მიმართულება არტ-თერაპიაა და ეხლა შევეცადოთ ამ მეთოდის უპირატესობები, ვთქვათ, ზუსტად იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც თქვი, ხო, როგორ გავაჩეროთ. ხო, აი და როგორ ის თქვა მინდა, რომ აი როგორ ეხმარება, ანუ ჩემი გამოცდილება ძალიან მინდა გაუზიარო იმ ადამიანებს, ვინც რაღაცნაირად დაანება ნარკოტიკს თავი და აი რაღაცა აი ბალანსის დაჭერა უჭირს, ჩემი აზრით განსაკუთრებით ამ მდგომარეობაში ეს ძალიან მუშაობს და დაეხმარებათ. ანუ ხელოვნების ნებისმიერი დარგი, რომელსაც ვიყენებთ არტ-თერაპიაში, გულისხმობს იმას, რომ ადამიანი მაქსიმალურად ჩართულია ხოლმე ამ პროცესში, ხო? ანუ ეს ყველაზე კარგად შეესაბამება იმასაც, რომ აი აქ და ახლა კონცენტრაციას ვაკეთებთ, ამიტომ ჩვენი ფიქრები, რომელიც ვთქვათ, მიდის სხვა შინაარსებში, ხო, აი წარსულისკენ მიგვექაჩება ან მომავალზე, შიშები, ხო? ეს აუცილებლად ჩერდება ხოლმე ამ პროცესში, იმიტომ რომ ანუ მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვს კეთების პროცესი. ბოდიში რაღაცას ვიტყვი, რომ ძალიან ბევრს ვფიქრობ, რა წამართვა ნარკოტიკმა ყველაზე ძვირფასი და მგონია, რომ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რაღაც რაც წამართვა არის ეს არის კონცენტრაცია. და აი ახსენე და იმიტომ რა. კი, ზუსტად მაგისთვისაც, ხო, იმისთვის რომ ნებისყოფაც გამომუშავდეს მეტად, იმიტომ რომ ყველა დეტალი, რასაც შენ ქმნი აქ, ანუ ქმნი მარიონეტს, თუ ქმნი ნახატს, თუ ქმნი მუსიკას, თუ დრამათერაპიას, ხო, დრამათერაპიაში ხარ ჩართული და პერსონაჟები მე სცენაზე გადაყავს, ყველაფერს სჭირდება მაქსიმალური კონცენტრაცია და თან ნებისყოფაც, ხო, აი რაც ძალიან კარგად ვარჯიშდება ამ დროს. და ნუ ამას დავამატოთ ის, რასაც შენ ამბობდი, რომ ეს პროცესი ხელს უწყობს, რომ აქ იყო, ანუ აქ და ახლა. ამ წამს იყო, ხო, ფოკუსირებული და არ დაქროდეს ეს ჩვენი გონება აქეთ-იქით მძიმე ფიქრებისკენ. ხო, აგრეთვე ერთი რაღაც მინდა კიდე რომ ვთქვა, რომ ანუ მარტო ანუ ხელოვნება ზოგადად და მით უმეტეს ეს დარგი ხატვა იქნება, რავი, თიხაზე მუშაობა, კერამიკას და არა აქვს ამის მნიშვნელობა. ჩემი გამოცდილებით ძალიან გვეხმარება პიროვნულ და მენტალურ ცვლილებებში, ესე რომ ვთქვა და რაღაცნაირად ბევრი კარი იღება, ბევრი ფერი შემოდის, ინსპირაცია შემოდის და რაღაცნაირად ხალხს მინდა რომ ამისკენ უბიძგო, რომ აი როგორ ვთქვა, ჩვენ ნარკომომხმარებლების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ეს ნარკოტიკები და ეს ცხოვრება გვიყალიბებს რაღაცნაირად მენტალიტეტს და ერთია რომ ნარკოტიკებისგან გათავისუფლდეთ და მეორეა რომ ამ მენტალური მდგომარეობისგან გათავისუფლდეთ და ჩემი აზრით ეს არის ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ეს არ არის არც ხატვის გაკვეთილი და არც ზერწვის გაკვეთილი, ხო? ეს არის სრულიად თავისუფალი პროცესი და რატომ გვეხმარება გარდაქმნაში, იცი? იმიტომ რომ აი ხო არის რომ აი პირველად იყო სიტყვა გვეუბნებიან და არ არის სინამდვილე ეს, ანუ სიტყვა არის საკმაოდ განვითარებული ეტაპი უკვე როცა ჩვენ ცხოვრებაში შემოვიდა. მანამდე იყო მოქმედება, იყო ხელოვნება. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ეს გვეხმარება ჩვენ ვთქვათ სათქმელი, ხო? ისეთი სათქმელი, რომლის ვერბალიზებაც გვიჭირს ჩვენ ადამიანებს. და ეს განცდები და ეს მენტალობა, რომელსაც მე ქმნის ეს ჩვენი განცდები, ანუ ტრანსფორმირდება და გარდაიქმნება არტ-თერაპიის პროცესში, ხო? ანუ პრობლემის წინ წამოწევა, მასზე მუშაობა და გარდაქმნა არის არტ-თერაპიის მთავარი, ანუ ჯერ აღმოჩენა, ხო? და გარდაქმნა არის მისი მთავარი მიზანი. დინამიკაში ესე გამოიყურება, ხო, რომ რასაც ვერ ვამბობთ სიტყვით ჩვენს განცდებს, ის გადმოდის ამ ფორმით, ხო? მე ხდება ამისი გარდაქმნა, დამუშავება და ახალი ველის შექმნა, ხო? რასაც აქ რო შექმნი ცხოვრებაშიც გადაგაქვს მერე. მესმის, აბსოლუტურად. ანუ რაღაცნაირად ჯადოსნური მეთოდი, ასე ვთქვათ, ხო? ხო, მესმის. ანუ ადამიანის ნამუშევარი, მოკლედ შეიძლება რაღაცა ვერ დაწეროს ადამიანმა და ან ვერ ამოიღოს და ესე ვერ თქვას, მაგრამ მისმა ნამუშევარმა ყველაფერი თქვას მის შესახებ რა. მოკლედ მინდა რომ გიბიძგოთ იმისკენ რომ რაღაცნაირად
ხარ, მინდა რაღაცა ხელოვნებაში წადით და ესე რა, მაგრამ უბრალოდ წადეთ, რავი, ეს იქნება, არა აქვს მნიშვნელობა, შეიძლება ხატვა იყოს, შეიძლება კერამიკა იყოს, შეიძლება მუსიკა იყოს, უბრალოდ ამ ვიდეოს მიზანი არის, რომ ძალიან დაგეხმარებათ ეს ნარკოტიკებისგან გათავისუფლებაში ნებისმიერი აქტივობა, რომელიც უკავშირდება ხელოვნებას, ესე რომ ვთქვათ რა. იგო, და პრევენციაზეც ვთქვათ ერთი ორი სიტყვა, ხო, რომ ანუ პრევენციულადაც ძალიან კარგად მოქმედებს, იმიტომ რომ ეს გეხმარება შენ რომ მოძებნო შენი ფუნქცია, როლი, ხო თავი დაიმკვიდრო. ხო და მოძებნო ყველაზე მთავარი ჩემი აზრით, რაც მეც დიდი პრობლემა მქონდა კომუნიკაციის ენა, გამოხატვის ფორმა. რომ შენ სამყაროში შეიძლება ნახატით ისაუბრო, შეიძლება რა ჭიქა გააკეთო. და ნუ გარდა იმისა, რომ გეხმარება უკვე არსებული პრობლემის დროს, პრევენციულადაც ძალიან კარგად მოქმედებს, ხო? ამიტომ ესეც ვთქვათ იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც მესმის, ხო, ბუნებრივია, იმიტომ რომ როდესაც მე ვიწყებდი რაღაცა ნარკოტიკებთან უკვე აქტიურ ფაზაში როცა შევდიოდი მოხმარების, მე ეხლა როცა ვიაზრებ ის, თავარი პრობლემა იყო, რომ ვერ ვპოულობდი კომუნიკაციის ფორმას, ესე რომ ვთქვათ, და მე რავი, რაღაცა ფორმები ვიპოვე რა, შეიძლება იყოს სოციალურ ქსელში წერა, შეიძლება რაღაც მუსიკა, შეიძლება რაღაცა პერფორმანსი გააკეთო, შეიძლება რაღაც დახატო, მე არ მაქვს ხა ხატვის ნიჭი და ნუ მოკლედ, მაგრამ აი ნიჭი არ გჭირდება. ხო, მესმის. თავარია მოქმედება, ხო? ხატვა არ უნდა ვიცოდეთ, საერთოდ არაფერში არ გამოგვადგება ხატვის ცოდნა. ჩვენ თავარია რომ მივცეთ გასაქანი ჩვენს ხო უნარებს და ძალიან ბევრი ადამიანს აღმოუჩენია ამ პროცესში, უი, თურმე იცის ხატვა, თურმე ცოდნია, ხო? თორემ მიზანია, ანუ ეს არ არის, რომ აი გინდათ რომ უნდა იცოდე ან ზერწვა ან ხატვა პირიქით. აქ რასაც ნედლად გააკეთებ, ის ყველაზე ძვირფასი და ღირებულია. მოკლედ, ჩვენი სტუმარი მერი გელაშვილი მუშაობს ლივინგ მუზეუმში და აგრეთვე კამარაში. და მადლობა მინდა გადაგიხადო იმისათვის, რომ რაღაცნაირად აფერადებ შავთეთრ ადამიანებს, მათ ფიქრებს და დიდი წვლილი გაქვს ბევრი ადამიანის სიფხიზლეში, мотиваციაში და ამისთვის დიდი მადლობა, რომ ესეთი, რა ვიცი, კარგი სპეციალისტი ხარ, დამადროულად კარგი ადამიანი ხარ და მინდა რომ თქვენ გისურვოთ სიფხიზლე, კარგი ფიქრები, ჯანსაღი გარემო და რა დიდი პატივისცემით ილარიონი მოკლედ წარმატებები. დიდი მადლობა.